ცეკვა საქართველოსთან. კატაჟინა პაკოშინსკა, სერგი გვარჯალაძის ფილმში. ოპერატორი ალეკო ალექსი კვატაშიძე. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? მე ასე ცეკვა სიმღერით ვიარე და აი კახეთამდეც მოვედი. ეს საქართველოს აღმოსავლეთი რეგიონია. პოლონეთში ხშირად მენატრება საქართველო. ამ დროს თვალებს ვხუჭავ და სწორედ ასეთი ხედი წარმომიდგება. მზე, სიმწვანე და ყურძნის სურნელი. რომანტიკოსი გავხდი, თუმცა ჩვენი სერიალის ნახვის შემდეგ თვითონ მიხვდებით რატომაც. ეს შეხვედრა ნამდვილად არ დაგვიგეგმავს. ამ სოფელში რთველის გადასაღებად ჩამოვედით და აქ შემთხვევით გავჩერდით. ქალბატონმა გალიამ ეს წვენი გამომიტანა. რა ქვია ამას? მაჩარი. ეს არის ყურძნის ახლად დადუღებული წვენი და აუცილებლად დავაგემოვნებ. თუმცა ერთი რამ აღსანიშნავია. ქართულ სოფელში მხვდება ქალბატონი, რომელიც წარმოშობით რუსია. გალია, რამდენი წელია რაც აქ ცხოვრობთ? 40 თუ არ ვცდები, ხო? არა, 45. გალია სმოლენსკიდან არის და 45 წლის წინ სიმპათიურმა ქართველმა მოიტაცა. კეთილი, ახლა ეს უნდა გავსინჯო. ნამდვილად დამათრობს. აი ისიც, მზიანი კახეთი და ქართული მწვანე ვენახი. მეგობრები მაფრთხილებდნენ. ნებისმიერი კახელის კარზე თუ დააკაკუნებ, აუცილებლად სუფრასთან დაგსვამენო. არადა პირდაპირ ქუჩაში დამალევინეს მაჭარი. სეკატორით ხელში, ვენახშიც აღმოჩნდი. ბატონი ვანო, ანუ ამ ვენახის პატრონი, ყურძნის კრეფას მასწავლის. სხვათა შორის, სწორედ ვანო გახლავთ ის სიმპათიური ქართველი, 45 წლის წინათ ქალაქ სმოლენსკიდან გალია რომ მოიტაცა. გამარჯობა ვანო, მაჩვენეთ როგორ დავკრიფო. ახლა თვითონ ვწდი. ეს რიგი მე უნდა დავკრიფო. საქართველოს აღმოსავლეთით მდებარე კახეთი მთებს შორის გაშლილი უზარმაზარი ველია. კლიმატი ალპების სამხრეთ მხარეს გავს. მთელი კახეთი ფაქტობრივად ერთი დიდი მწვანე ვენახია. როგორც ხედავთ, ერთ-ერთ ვენახში საკუთარი ღვინისთვის ვშრომობ. ჩემს ღვინოს კაში აურს დავარქმევ. რთველი ადვილი საქმე არ არის, მაგრამ შრომა საღამოს აგვინას ღაურდება. წალამზე შემწვარი არაჩვეულებრივი მწვადი გველის. მოვდივარ. ახლა კი მოკრეფილი ყურძენი, ცხენის ორთვალათი ღვინის ქარხანაში მიგვაქვს. გუშინდელი დღე ძალიან საქმიანი აღმოჩნდა, თუმცა ხელებზე მეტად დღეს თავი მტკივა. ამის მიზეზზე მე ვიმსჯელოთ. გუშინ ჩემი დაკრეფილი ყურძენი აქ, გურჯაანში, ალიაშვილების ოჯახში მოვიტანე. ახლა კი სპეციალურად თქვენთვის ქართული ღვინის დამზადების საიდუმლოს ფარდას ავხდი. გამარჯობა გია. როგორ ხარ? მადლობ. გია ალიაშვილი, დამეხმარება ჩემი ყურძენი ღვინოდ ვაქციო. ჯერ ყურძენს აი ასეთ დიდ ჭურჭელში ვყრით. ეს როგორც მითხრეს 300 წლისაა. ახლა კი ყურადღება. Idę w to coś, co się tu ფეხს znajduje. წინ ვდგამ. Całą masę. აი ასე. აქ ჩაყრილი ყურძენი უნდა ჩავჭყლიდო. Coś się zaczyna dziać. წამოვიდა. Czyli chyba dobrze to ესე robię. იგი სწორად ვაკეთებ. Czyli wędruję,
მე დავდივარ აქედან კი წვენი იწურება და პირდაპირ ქვევრში მიდის. ქვევრი უზარმაზარი, მიწაში ჩადგმული თიხის სამფორაა. ძნელია, მაგრამ იწურება. 1 საათი დავხტოდი და შედეგი სახეზეა. ქვევრში 100 ლიტრზე მეტი ღვინის მასალა შეგროვდა. აქედან ყურძნის სუფთა წვენს წამოვიღებ. ჯადოსნური ქართული სამზარეულოს რუბრიკაში გამომადგება. იქ დღეს სიურპრიზი გელით. თუმცა ვიდრე იქამდე მივალთ, მინდა აქ ერთ ოთახში მიგიწვიოთ, რომელიც ჭაჭის სახდელი ნამდვილი ქარხანაა. ჭაჭა მარტივად რომ ვთქვა, ყურძნისგან გამოხდილი ქართული არაყია. მას იმ მასალისგან ამზადებენ, რომელიც 3 კვირის თავზე ქვევრიდან ამოაქვთ. ჭაჭის გამოსახდელად ასეთი დანადგარია საჭირო. ბატონი ვანოს დახმარებით მისი მუშაობის საიდუმლოს უკვე გავეცანი. ახლა ამაზე ვერ შევჩერდები და თუ დეტალები გაინტერესებთ, დამიკავშირდით. ჭაჭა უკვე მზად არის და ახლა ბატონი ვანო ამ საკმაოდ ძლიერ სასმელს გამასინჯებს. ეს არაყია და დალევა ცოტათი მეშინია. 75 გრადუსი იქნება. Komarzius. Ojej. O kurczę. დაიმახსოვრეთ, არყის გამოხდისას ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. მოგესალმებით ქართული სამზარეულოს რუბრიკაში. დღეს შევეცდები მოვამზადოთ ჩურჩხელა, რომელიც ჩემი აზრით გემოთი და ფორმით სნიკერსს გავს. მისი გაკეთება ძალიან ადვილია. ჩურჩხელას თავისი ისტორია აქვს. ომში წასულ ქართველ მეომრებს ეს საკვები ხმლის გვერდით ქამარზე ჩამოკიდებული მიჰქონდათ თან. ახლა კი საქმეს შევუდგეთ. მაშასე ვიღებთ ახლად დაწურული ყურძნის წვენს. ხომ გახსოვთ ეს ყურძნის წვენი საიდან წამოვიღე? ახლა უნდა ავადუღო და ცოტა ქვილი შევურიო, იმისთვის რომ გასკელდეს. ჯერ ვადუღებ და მერე ვურებ ქვილს. ეს უკვე მოვამზადე. როგორც გითხარით, ადუღებულ ყურძნის წვენში სულ ცოტა ფქვილი ავურია და გამოვიდა აი ასეთი სქელი მასა, რომელიც ირისს გავს. ეს მასალა დაახლოებით 2 საათი იხარშება. მგონი უკვე მზად არის. ახლა კი თავარზე გადავიდეთ. ასეთი ლამაზი მძივი უნდა ავიღო. ეს ჩვეულებრივი ნიგოზია, რომელიც ჩვენთანაც იშოვება. ნიგოზი ძაბზე ავასხი და თავში ჩამოსაკიდებელი გავუკეთე. ახლა ეს მძივი შესქელებულ წვენში უნდა ამოვავლო. კოს დავიხმარ. აი ასე. და ჩვენი ჩურჩხელა უკვე მზად არის. აი ასეთი ლამაზი. ახლა ჩვენი ჩურჩხელა უნდა გაშრეს. სხვათა შორის შეგიძლიათ კაკლის მაგივრად ნებისმიერი თხილი ან ჩირი გამოიყენოთ. ეგ უკვე თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ჩურჩხელა შეიძლება ბუტერბროდის მაგივრად გაატანოთ ბავშვს სკოლაში. სულ ცოტა ხანში აქ ნამდვილი ქართული სუფრა გაიშლება და იმედი მაქვს, რომ თქვენ აქაურობის ჭეშმარიტ სულს შეიგრძნობთ. გურჯაანიდან კატაჟინა პაკოშინსკა გესაუბრებათ. სუფრაზე საჭმლის არნახული რაოდენობაა. მწვადი, მწნილი, ბადრიჯანი. თუმცა სუფრა მხოლოდ ჭამასმა ან ბანალური შეხვედრა არ არის. ეს დღესასწაულია და ადამიანები ზეიმობენ. სალხინო სუფრაზე ყველამ უნდა იმხიარულოს. ადამიანებმა მეტად უნდა გაიცნონ და დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ეს ხომ სიცოცხლისა და მეგობრობის დამტკიცებაა. ყველაფერს თამადა განაგებს. ცერემონიის დიდოსტატი. როგორც წესი, ამ საქმიანობისთვის ირჩევენ პიროვნებას, რომელსაც დიდი ავტორიტეტი აქვს.
ის განაგებს როგორც სუფრის მსვლელობასა და ატმოსფეროს, ასევე კერძების მოტანის თანმიმდევრობას, ასევე სუფრის სხვა წევრებს სადღეგრძელოს თქმის უფლებას ანიჭებს. შეიძლება ეს გაგიკვირდეთ, თუმცა ამ წესის წყალობით სუფრა არეულობისგან არის დაცული და ჭიქაზე დიდხანს კაკუნი არ გიწევთ, რომ თქვენი ხმა გაიგონო. ღვინო ბოლომდე ილევა. ფიალაში სასმელის დატოვება უპატივცემულობა. თამადაც სადღეგრძელოს წარმოთქვამს და აქ უკვე მკაცრი ეტიკეტი მოქმედებს. ჯერ ისმება სამშობლოს, შემდეგ ფეხზე ადგომით წინაპრების სადღეგრძელო. ამას ოჯახისა და სუფრის წევრების პირადი სადღეგრძელოები მოყვება. სადღეგრძელო შეიძლება მოკლე იყოს, შეიძლება 1 საათიანი. თავარია ლამაზი და სასიამოვნო გამოვიდეს. ნათქვამი პოეტურობითაც უნდა გამოირჩეოდეს. არასოდეს გაგიდგება ალალ ლუკმით გამოზრდილი კუზელი, ღვინო დამიწევს და ეგეც მისავალი არის და რას კარგი ჩვეშნახოს კლიმატი მაგლերը. ყველა კაცის მოწვევა. ასეთ ატმოსფეროში ჭამა და სმა უკვე მეორე ხარისხოვანი ხდება. ზოგი სადღეგრძელოს თემა მსჯელობის საგნად გამოაქვთ და სუფრის წევრები ამა თუ იმ საკითხზე თავიანთ მოსაზრებას გამოთქვამენ. აქაური კულტურისათვის ერთი რამეა დამახასიათებელი. ქართველ კაცს თუ შეუყვარდი, პირდაპირ გეტყვის. თუ არ მოეწონე, სადღეგრძელოთი ირიბად მიგახვედრებს. მუსიკა სუფრაზე აუცილებელია. დღევანდელ შეხვედრას ცნობილი ქართული ანსამბლი თბილისი ესწრება. სიღნაღი თბილისიდან 100 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქია. მის ქუჩებში სეირნობისას არარეალურობის შეგრძნება გეუფლება. ფერადი სახლები, პატარა მაღაზიები და ყოველდღიური ჩვეულებრივი საქმით დაკავებული ქალაქის მცხოვრებლები რაღაც ზღაპრულ გარემოს ქმნიან. ხიდზე მხვდება სპილენძის დონ კიხოტის ლამაზი ქანდაკება. მისგან ოცნაბიჯში კი მოხუცი კაცი და ნამდვილი ვირი, თითქოს თანამედროვე სანჩო პანსაა. ვინ იცის? იქნებ არის კიდეც. აქ ყველაფერი შესაძლებელია. ზარის ხმა ისმის. განწყობა ფელინის ფილმებს და რომაულ არდადეგებს მოგაგონებს. ოღონდ ფერადი სურათია და ოდრი ჰეპბერნის მაგივრად მე ვარ, სამწუხაროდ გრეგორი პეკის გარეშე. სიღნაღი მუსიკისა და ხელოვნების ქალაქია. ისტორიული ხიბლის გარდა სიღნაღში ლას-ვეგასის მსგავსად შეიძლება ერთ დღეში იქორწინოთ. გული მიგრძნობს მწვანე გორაკზე შეფენილი ეს ულამაზესი ქალაქი სულ მალე ტურისტებით აივსება. საქართველოში მოგზაურობისას ბევრჯერ ვცადე პასუხი გამეცა კითხვაზე, რა არის ამ ქვეყანაში ასეთი მომაჯადოებელი? გონი როგორც იქნა მივხვდი. აქ ადამიანი ფიზიკურად ეხება ისტორიას, მის სილამაზეს და ძალას გრძნობს. ბოდბის მონასტერი ერთ-ერთი ასეთი ადგილია. აქ წმინდა ნინოს წყარო მოედინება და მისი სახელობის ტაძარი დგას. წმინდა ნინო საქართველოს მთავარი წმინდანია.
ბოდბის მონასტერი ალაზნის ველის თავზე მთიან ხეობაში ააგებული. წმინდა ნინოს ტაძარი ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია. მის კედლებში წმინდანის ნაწილები ინახება. ნინო წარმოშობით კაბადოკიელი იყო. ღრმად მორწმუნე გოგონამ საქართველოს მაშინდელი მეფე დედოფლის ოჯახის გული მოიგო. მეფე მირიანმა ნინოს კითხა, რა სითხოვ დედოფალის განკურნებისთვისო, მან კი სთხოვა საქართველოში აეშენებინა ეკლესია. სადაც კონსტანტინოპოლიდან მოწვეული მღვდლები შეძლებდნენ მოღვაწეობას. მეფემ კეისარ კონსტანტინესთან დესპანები გააგზავნა და მთელი ოჯახით მოინათლა. ასე რომ, უკვე მეოთხე საუკუნეში საქართველო გაქრისტიანდა. მონასტერიდან დაახლოებით 3 კილომეტრის მოშორებით პატარა ტაძარი დგას. ის წმინდა ნინოს წყაროს თავზეა აგებული. ხალხის რწმენით ამ წყალს განკურნების ძალა აქვს. ზოგი ადგილი ისეთ შთაგონებას იწვევს, თითქოს დროში ვმოგზაურობთ. სრულიად შემთხვევით მომხდარი ამბავი კი ხანდახან მოვლენებს მიმართულებას უცვლის. ნახეთ მანავის ციხის ნანგრევებში რა გადამხდა თავს. მოკიშპე მამაკაცებს შორის მანდილი ჩავაგდე, მათ ბრძოლა შეწყვიტეს. ეს ძველი ქართული წესია და ქალისადმი მოკრძალებას უკავშირდება. როდესაც ბრძოლაში მანდილოსანი შემოდიოდა, ვაჟები მაშინვე ჩხუბს წყვეტდნენ. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ინსცენირება იყო. ჩემი რაინდები ხრიდოლის ანუ ძველი ქართული საბრძოლო ხელოვნების გუნდის წევრები არიან. თეორიის ნაცვლად პრაქტიკული ვარჯიში შემომთავაზეს. როგორც ხედავთ, ჩემი მცდელობა სრული მარცხით დამთავრდა. ქართველმა მებრძოლმა სასტიკად დამცინა. ნელა, მალე ცოლის მოყვანას ვაპირებო. რა დაუნდობელია ზოგი ადამიანი. მერე კი მაინც გავიმარჯვე. აი ასე. ხშირად გვგონია, რომ გზა აგვებნა. არადა, ცოტაოდენი ძალა და რწმენა საკმარისი, რომ მიზანს მივაღწიოთ. ისევე, როგორც ახლა მე, დავით გარეჯს ვეწვიე. მე-6 საუკუნეში მშობლიურ საქართველოში ერთ-ერთი ასურელი მამა
სახელად დავითი დაბრუნდა. მან აქ გარეჯის მთის ბუნებრივ გამოქვაბულში დაიდობინა. დღემდე შემოგრჩა არაჩვეულებრივი ნათელ ფერებში შესრულებული მოხატულობა. ფრესკები წმინდა დავითის ბუნებისადმი სიყვარულზე მოგვითხრობენ. თანდათან აქ მძლავრი სამონასტრო კომპლექსი გაშენდა. ისტორიამ არ დაინდო ეს არაჩვეულებრივი ადგილი. ის ბევრჯერ დაიწვა და გაიძარცვა. 1991 წლამდე ცარიელი იყო. ახლა დაახლოებით 10 ბერი ცხოვრობს. კახეთში მოგზაურობას მეტად რომანტიკულ განწყობაზე ვასრულებ. თანაც ამ მხარეს მხოლოდ თავისი ვენახებით არ მოუხიბლივარ. ახლა კი დროა კლიმატი შევიცვალო და ცივილიზაციისკენ წავიდე. თბილისში მივდივარ. ფილმი თარგმნა მაგდა ნოვაკოვსკამ. ტექსტს კითხულობდა ნინო კიკაჩეიშვილი. დამზადებულია კომპანია კომუნა მედიას მიერ. გახმოვანებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ.